იქნა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი თანაგუნდელი, ქართული ოცნების დამფუძნებელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როდის და რა ნაბიჯს დგამს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მას ან მის პარტიას უჭერს პოლიტიკურ ნაბიჯებს გულისხმობ. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობას გიხდით თქვენ დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. გადაცემის დასაწყისში მე ვთქვი, წავიკითხეთ თქვენი განცხადებიდან მცირე ნაწილი, სადაც თქვენ ამბობთ, რომ თუ კი ივანიშვილი დაბრუნდება, ის არ იქნება ოცნების ლიდერების გვერდით და მას ეყოლება ახალი გუნდი. ვინ იქნებიან ამ გუნდის წევრები, როგორ ფიქრობთ და რატომ ფიქრობთ, რომ ოცნების გვერდით ივანიშვილი აღარ იქნება? მოგესალმებით, მაკა, მივესალმები მაყურებელს. გერთვებით ახლა ზუგდიდიდან, სხვა შორის ძალიან კარგ ღონისძიებას ვამზადებთ და მინდა ეს აუცილებლად თქვა, ხვალ ჩვენ გავხსნით ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის ფილიალს აფხაზეთის სტუდენტებისთვის, იურისტებისთვის და ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება გავაძლიეროთ ჩვენი აფხაზი ახალგაზრდები, განსაკუთრებით აქ ამ ქალაქში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ველოდებით მათ შორის მნიშვნელოვან სტუმრებს. რაც შეეხება ამ თემას. მე არ მგონია, რომ პირველი რაც არ მგონია, ეს არის რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდეს ახლა ამ შემადგენლობის ქართული ოცნების გადასარჩენად. რატომ? იმიტომ რომ მან უკვე თქვა, რომ ის დისტანცირებული ამ პარტიისგან, სხვა საკითხია ვის ჯერა და ვის არ ჯერა და როგორია აღქმა და ბევრმა ეს არ დაიჯერა, მაგრამ მან უკვე თქვა ეს, რომ მე არა ვარ ქართული ოცნება, მე არ ვარ ამ პარტიაში, მივდივარ და გაწყვიტა საჯარო განცხადებით ბმა, იმიტომ რომ არ უნდა იმ პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე, რასაც შადიან ქართული ოცნების სახელით მოლაპარაკე ეს ჯგუფი, კობახიძე, ნინარაძე, მათიკაშვილი და ოხანაშვილი და ასე შემდეგ. რომელთან გაიგივება ივანიშვილს, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის არ უნდა და არც მომავალში არ ენდომება. რამდენადაც მე მას ვიცნობ და ვიცნობ ამათზე კარგად ახლა ვინც მან დარიან. რაც შეეხება მომავალ გუნდზე, ხა მე შემდეგ გეტყვით, მე მგონია მაინც ჯერ პირველი ეტაპი უნდა დავინახოთ, ის აპირებს თუ არა საერთოდ საჯარო აქტიურობას და საჯაროდ პოლიტიკაში ისევ რაღაცა როლით შემოსვლას, ჯერ ეს არ ჩანს. თქვენ როგორი განცდა გაგიჩნდათ, როდესაც ივანიშვილი ამდენი ხნის შემდეგ პირველად საჯარო სივრცეში დაინახეთ ჩვენ? არ გამიკვირდა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გამოჩენა, წინაპირობის შექმნა ერთგვარად მისი დაბრუნებისთვის, თუ ის უბრალოდ მართლაც მეუღლესთან ერთად მივიდა ღონისძიებაზე? ხო, მე უფრო მგონია, რომ მეორე და არ მგონია, რომ ეს იყოს მისი პოლიტიკური ვიცნობ, თუმცა რა თქმა უნდა ის ითვალისწინებს, რომ ყველა მის გამოჩენას აქვს შესაბამისად გარკვეული დატვირთვა და იწყება ყოველთვის სხვადასხვა ვერსიები, თუმცა მე დაუშვებ იმას, რომ ეს იყო, ესე ვთქვათ, მისი უბრალოდ საჯარო სივრცეში გამოჩენა იმ კონკრეტული მიზნით, რა კონკრეტული მიზნითაც მივიდა. რაც შეეხება ამ გუნდს, ახლა ვინც ქართული ოცნების სახელით ლაპარაკობს და კობახიძე მახსენა ბოლო კომენტარში ივანიშვილი, მას ჭირდება ივანიშვილთან ბმა აჩვენოს. ამ გუნდს, რომელიც დღეს ქართული ოცნების სახელით ლაპარაკობს, ამ ჩემი ყოფილი პარტიის, რომის დაფუძნების დროს ისინი არც ერთი არ იყვნენ საერთოდ რაღაცა ასპარეზზე, აი ორბიტაზე საერთოდ არ ტრიალებდნენ და ზოგი პირიქით წინა ხელისუფლებას ემსახურებოდა ბევრი მათგანი. ეხლა მათ ისე უჭირთ, რომ ივანიშვილს რო ჩაეჭიდონ, ეს მათთვის სასიცოცხლოა. თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს 2024 წლის არჩევნებზე საჯაროდ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში, მე პირადად ფიქრობ, რომ ამ გუნდთან ერთად ის ამას არ მაშინ რა პოლიტიკურ თამაშს ითამაშებს ივანიშვილი, თუ კი უკან მესამედ ისევ დაბრუნდება პოლიტიკაში? რა თამაში იქნება? არა ქართულ ოცნებასთან ერთად, მაგრამ მაშინ რისთვის ჭირდება ეს პოლიტიკაში უკან მოსვლა ივანიშვილს? თუ პოლიტიკური სურათი, პოლიტიკური ვითარება მომავალი წლის მას დაანახებს, რომ არის საფრთხე დაკარგოს გავლენები,
კადრები და ის გავლენა რაც მას აქვს თუ ამის საფრთხე დაინახა ის დაიწყებს სხვა ტიპის კონფიგურაციის დაალაგებას ჯერ არ ჩანს ის ადამიანური რესურსი ვისთან შეიძლება ეს მოახერხოს და ჯერჯერობით ყველაზე მეტად რაც უჭირს ეს არის კადრები ეს არის სახეები იმიტომ რომ ეხლა კონდეს ამხელა გავლენა და ამხელა შესაძლებლობები და კობახიძის და ოხანაშვილის იმედად იყო ეს არის სრული კრახი ხო რა მან ძალიან კარგად იცის ვინ არის კობახიძეს და ოხანაშვილის და სხვაებიც ეს მაშინაც ძალიან კარგად იცოდა როცა მათზე ძალიან უდიერად საუბრობდა და არანაირი წარმოდგენა ჯანსაღი არ ჰქონდა ამიტომ ხვალდა ზეგ და მომავალ წელს რატო უნდა მოინდომოს უფრო მეტად დისკრედიტირებულია ეს ხალხი ვიდრე აქამდე იყვნენ ის რა თქმა უნდა იფიქრებს აი პოლიტიკურ სურათს შეხედავს ველს ვისთან შეიძლება მას კონდეს რაიმე ტიპის პრაგმატული გათვლა იქ მოინდომებს შეიძლება გააკეთოს ხიად შეიძლება გააკეთოს დიახ რამდენადაც თქვენ საკმაოდ ძალიან კარგად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე რომელსაც ახლა თქვენ საუბრობთ და რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ყოველდღიურ რეჟიმში არსებობენ არიან ისეთი პოლიტიკური ძალები რომელთანაც პოლიტიკური თამაშის დაწყებას მოისურვებს ივანიშვილი ყველასთან მოისურვებს ვისაც კი ექნება ძალა იყოს კოალიციის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კატეგორია, რომელიც იტყვის აი სუფთა ემოციიდან გამომდინარე, რომ არ მომწონს ეს ადამიანი და არ დაველაპარაკები. ვინც არ მოწონს, იმასაც დაელაპარაკება თუ საჭირო ჩათვალა. ანუ შეხედავს ვინ შეიძლება იყოს მომავალ მთავრობაში, ხელისუფლებაში გარკვეული პოლიტიკური წონის მატარებელი და ყველასთან შეეცდება დალაპარაკება. მათ შორის შესაძლოა მოისურვოს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დალაპარაკებაც, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, როგორც ვუყურებთ ბოლო კვლევების მიხედვით. შეიძლება მოისურვოს თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს იყოს პოლიტიკური პროცესის უშუალო მონაწილე. რა თქმა უნდა ეს უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ჯერც ერთი პრეზიდენტი, რომელიც თუ გადაწყვეტს რომ იყოს პოლიტიკურ პროცესში ჩართული უშუალოდ, მას ყველაზე სერიოზული წონა ექნება, ამაში ვარ დარწმუნებული, მომავალ არჩევნებში არაბის არ ექნება ალბათ დღეს მოქმედ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს ისეთი მაღალი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც ექნება პრეზიდენტს და ბუნებრივია, თუ ის იქნება უკვე საარჩევნო პროცესის მონაწილეც, რა თქმა უნდა მოინდომებს თუ დღეს გუშინ არ ელაპარაკებოდა, ხვალ არ გამორიცხოთ, რომ ეს მოინდომოს. სხვა საკითხი არ ვიცი ხა ვინ დაელაპარაკებოდა, ვინ არა, ვინ გავა ასეთ კონტაქტზე, მაგრამ მისი პრაგმატული ხედვა ყოველთვის მე პირადად მაგალითად მაკვირვებდა კიდეც და ამავე დროს ბევრჯერ მინახავს რამდენად შეუძლია მას ემოციები გადადოს და სუფთა პრაგმატულად გადადგას ნაბიჯები. ამ პრაგმატულ ნაბიჯებში კობახიძის და მისი ამ დაჯგუფების ადგილი არ არის, არ ჭირდება. არაფრის მომტანი არ არის, თუმცა შეიძლება პარტია დაიტოვოს როგორც ესეთი, რომელთანაც მას აქვს როგორც დამფუძნებელს ბმა და შეიძლება ვთქვათ ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს, მაგრამ არა ის ადამიანები, ვინც უკვე გამოიყენა. თქვენი საუბრიდან თუ სწორად ვიგებ, უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს პოლიტიკური სამიზნე თანამშრომლობისთვის სალომე ზურაბიშვილი ვიდრე მისი არსებული გუნდი, ხომ ასეა? სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყო ქართულმა ოცნებამ. ალბათ არავის სჯერა, რომ ეს ივანიშვილის თანხმობის გარეშე ხდებოდა ის პროცესები, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. თავად ზურაბიშვილი თუ ჩაერთვება, როგორ ფიქრობთ იმ პოლიტიკურ თამაში, რომელიც შესაძლოა ივანიშვილმა წამოიწყოს? თქვენ ივანიშვილის არ იყოს საკმაოდ ახლო ბელი ადამიანი ხართ ქვეყნის პრეზიდენტისაც. ქვეყნის პრეზიდენტს უფრო ბევრი წელია ვიცნობ, რა თქმა უნდა და მეთად მოვდივართ ბოლო 16 წელია ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ მის ნაცვლად მე ნამდვილად არ გიპასუხებთ ახლა და
ვერც კი პასუხებთ ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ასეთი მოცემულობა შეიქმნება, ამიტომ ალბათ ამაზე თავად უნდა ისაუბროს თუ კი ეს მომენტი დადგება, მაგრამ ერთი რამ ცხადად შემიძლია დავინახო, რომ იძინა ივანიშვილს რატომ უნდა უნდოდეს, როდესაც თქვა გარკვეული დროის წინ რაღაც როდის იყო არ ვიცი ესე 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ როცა თქვა რომ მე ახარ ვარ ქართული ოცნება ხვალ რატომ უნდა თქვას რომ ირაკლი გობახიძემ რაც აკეთა მათ შორის იმპიჩმენტზე რატომ უნდა თქვას რომ ეს მე ვიყავი მან დაიტოვა ეს გზა რომლითაც მან იფიქრა რომ თუ დაჭირდება თქვას რომ მე არ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, ვინ დაიჯერებს კიდევ ერთხელ მეორე საკითხია, მაგრამ მან გარკვეული ესე ვთქვათ რეზერვი შექმნა თავისი შემდგომი სვლებისთვის და ამას ის აუცილებლად გამოიყენებს ალბათ მომავალში თუ ამის შესაძლებლობა მიეცა. მადლობა ეკა ბესელიას, ვუსმენდით.